საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების, სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერისა და სხვადასხვა სექტორში ახალი შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხებზე პაშა ბანკმა და პაშა ჰოლდინგმა პარტნიორებთან ერთად ბიზნეს ფორუმს უმასპინძლეს. როგორც პაშა ბანკის საქართველოს გენერალურმა დირექტორმა რამილ იმამოვმა აღნიშნა, ღონისძიების ფარგლებში გამართულმა დისკუსიებმა ქვეყნებს შორის ინვესტიციების ზრდისა და ისეთი პარტნიორობების საკითხზე, რომელიც გრძელვადიან კომერციულ ღირებულებას ქმნის, ინტერესის ზრდა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს ამჟამინდელ და პოტენციურ მომხმარებლებს ორივე ბაზრიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან შევხედროდით და ჩვენი ბაზრების შესაძლებლობები განგვეხილა. პაშა ბანკი ძალიან მოხარულია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ სტუმრებს შევხვდით და მომავალი ხედვები განვიხილეთ. პაშა ჰოლდინგში აცხადებენ, რომ მათთვის საქართველო ერთი რიგითი ბაზარი არ არის. ის სტრატეგიული მეზობელი, პარტნიორი და მეგობარია. მათი გამოცდილება კი ცხადყოფს, რომ სწორი ხედვისა და თანამშრომლობის პირობებში ორივე ქვეყანას წარმატების მისაღწევად დიდი პოტენციალი აქვს. მე დღეს პაშა ჰოლდინგს წარმოვადგენ და კონფერენციის მიზანია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს. ღონისძიებაზე საკმაოდ მსხვილი აზერბაიჯანული და ქართული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილები და მე მჯერა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები ამ კომპანიებს შორის ურთიერთობის გამყარებასა და გაძლიერებას მნიშვნელოვნად ეხმარება და სწორედ ეს არის ის, რის გამოც ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით. ღონისძიებამ, რომელიც EY-სთან, ვიზასთან და სოკართა პარტნიორობით გაიმართა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები შეკრიბა. თითოეული მათგანისთვის ბიზნეს ფორუმი განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობის იყო, რადგან კომპანიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. საქართველოს და აზერბაიჯანის შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია თუ ვიყოთ ძლიერები. ერთად ვართ ზუსტად ის კორიდორი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და პირიქით აზერბაიჯანისთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსთან. პანელური დისკუსიები პრაქტიკულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბაზრებს შორის თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. განიხილეს არსებული გამოწვევები, გამოსასწორებელი საკითხები, მიღწეული შედეგები და დაისახა სამომავლო გეგმები, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლები ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ.